მოგესალმებით. დღეს ჩვენი განვიხილავთ ზოგადად ინვესტიციების თემას. რომ გამოქვეყნდა პირველი კვარტლის მონაცემები მოგეხსენებათ და ამ მონაცემებს მოყვა ცოტა ჩემი შეფასებით ცოტა სპეკულატიური ელემენტი. თითქოს ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ინვესტიციების 2009 წლის შემდეგ. უნდა აღვნიშნო, რომ ზოგადად შეფასებები კეთდება, როგორც ესეთი კვარტალური მაჩვენებელი არ არის ხოლმე რაღაცის დგენელი. იმიტომ რომ კვარტალურად ინვესტიციები ყოველთვის იცვლება, მაგალითად შესაძლოა დაბალი იყო ამ თვალსაზრისით, მაგრამ შემდეგ მეორე მესამე კვარტლებში მნიშვნელოვანი რანის დაკონდა. ასე არის წინა წლებში ჩვენ რომ ნახოთ სტატისტიკა, თანაბარი ყველა კვარტალში არ არის. პირველ კვარტალში არის ხოლმე ხშირად უფრო ნაკლები და შემდეგ იზრდება შემდეგ კვარტლებში. იგივე ზოგადად ამ კუთხით რომ შევაფასოთ, არის კიდევ ერთი ელემენტი, რომელიცაც ხშირად არის ხოლმე რომ არასწორად აფასებენ ან სპეციალურად აკეთებენ მის უტრირებას. ჯამური მაჩვენებელი ინვესტიციების. ჯამური მაჩვენებელი ინვესტიციების რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ თუ რისგან შედგება ეს ჯამური მაჩვენებელი, ანუ რა კომპოზიტებისგან შედგება. პირველი ეს არის ინვესტიციების სააქციო კაპიტალში, ანუ კომპანიათა კაპიტალში, რომელიც ბუნებრივია, რაც უფრო მეტია, ჯამური მაჩვენებებით მეტია. ამის გარდა მეორე მაჩვენებელი არანაკლებ საინტერესოა, ეს არის უკვე რეინვესტირების მაჩვენებელი, ანუ მოგებასა და დივიდენდების გატანას შორის სხვაობა. ბუნებრივია, როცა ინვესტორები ტოვებენ ფულს, ანუ არ გააქვს დივიდენდება დიდი ნაწილი, ის რჩება საბუნებრივ კაპიტალში და შესაბამისად რეინვესტირების მაჩვენებელიც მატულობს. ესეც რა თქმა უნდა არის პოზიტიური. იმიტომ რომ რეინვესტირების და თვითონ ინვესტორთა განწყობაზეც მიუთითებს, რომ ისინი ამჯობინებენ მოგების ისევ კაპიტალში ჩაბრუნებას. ანუ პოზიტიური მოლოდინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. და მესამე ძალიან საინტერესო ეს არის სავალო ვალდებულებები, ანუ ვალები პრინციპში, რომლის აღებაც ცეცხლების სავაჭრო კრედიტების სახით ზრდის ინვესტიციების ჯამურ მოცულობა და რომლის გასტუმრებაც პირიქით ამცირებს. ხან ახეთ რა ხდება? მაგალითად ჩარშან თუ იყო 194 მილიონი პირველ კვარტალში, ამავდროულად დაახლოებით 37 მილიონი იყო ინვესტიციების და ცეცხლების აღების შედეგად. ანუ გაიზარდა ინვესტიციები, როცა ახალი ცეცხლები აიღეს. წელს მართალია შემცირებულია ეს მაჩვენებელი 179 მილიონამდე, მაგრამ გავითვალისწინოთ ერთი რამე. წელს გასტუმრებული არის 33 მილიონი ცეცხლები, ამათ შეამცირა ბუნებრივია ჯამური მოცულობა, მაგრამ თუ ხარისხობრივად შევაფასებთ, რეინვესტირების მაჩვენებელი შარშანდელი წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი და არის 150 მილიონი. უბრალოდ ჯამურ მაჩვენებელზე ნეგატიურად დაისახა როგორც წეგან ახსენი ცეცხლების და ვალების ნაწილის გასტუმრებაც. ეს არის რეალობა, უფრო თვალსაჩინო რო იყოს, მე გეტყვით 2023 წელს მესამე კვარტალში ჩვენ გვქონდა სარეკორდო მაჩვენებელი ინვესტიციების, მაგალითად კაპიტალში და რეინვესტირების თვალსაზრისით მილიარდზე მეტი იყო. მაგრამ ჯამური ინვესტიცია იყო 440 მილიონი. რატომ? იმიტომ რომ იმ პერიოდში ძალიან დიდი თანხა, დაახლოებით 570 მილიონზე მეტი ცეცხლების და ვალების გასტუმრებას მოხმარდა. აი წარმოიდგინეთ, პირველი ორი კომპოზიტი რამხელა იყო, მილიარდზე მეტი და ჯამური რამდენია თვით განახევრებულია. უფრო მეტად 2.3-ჯერ არის შემცირებული. აი ეს არის რეალობა, როცა ჩვენ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ. კიდევ ერთი ფაქტორი არის თუ როგორია
ინვესტიციების გეოგრაფია, ანუ დივერსიფიკაცია როგორია, სად იდება ინვესტიციები. რა დარგებში იდება? ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თუნდაც გასულ წლებში მე მაინც გულისხმობ კრიზისამდე პერიოდში, COVID პანდემიური პერიოდის 2019 წელს მაგალითად რა ვიყოთ, ძირითადად იყო სამი დარგი, სადაც ინვესტიციების ესე ვთქვათ აკუმულირება ხდებოდა. ეს იყო უძრავი ქონება, ეს იყო ენერგეტიკა, ნაკლებად და ეს იყო ნაცვლად მნიშვნელობა რესტორნების და სასტუმროების ბიზნესი. აი ეს იყო სამი ძირითადი. დღეს დარგობრივადაც კი გაორმაგებულია ინვესტიციების ხასიათი. მაგალითად ძალიან არის გაზრდილი მიმდინარე წლის პირველი კვარტალის სტრუქტურა რა ვიღოთ ინვესტიციების. პირველ ადგილზე არის ენერგეტიკა. ანუ ენერგეტიკაში არის მნიშვნელოვნად გაზრდილი ინვესტიციები. თუ ადრე უძრავ ქონებაში იდებოდა მეტნაკლებად. შემდეგ არის ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდილი ინვესტიციები დამამუშავებელ მრეწველობაში. ეს არის ძალიან კარგი, ზოგადად ეკონომიკის რეალურ სექტორს გულისხმობ და ასევე გაზრდილი არის ლოჯისტიკაში. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საინფორმაციო ტექნოლოგიებში. ანუ ფაქტურად ინვესტიციების სტრუქტურაც კი გაზრდილია. ვიმეორებ თუ ადრე 2-3 დარგი იყო ძირითადად მიმზიდველი. დღეს უკვე ეს არის დაახლოებით 6-7 დარგი წამყვანი, სადაც ხდება ინვესტიციების ჩადება. ანუ ესეც მეანიშნებს იმას, რომ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა იზრდება იმ მოცემულობიდან, რომელსაც ეკონომიკა ქმნის. გეოეკონომიკა უბრალოდ. ანუ ლოჯისტიკაში ჩვენ უნდა ველოდოთ მომავალ წლებშიც კიდევ უფრო გაზრდილ ინვესტიციებს, თუ ეხა პერსპექტივას განვიხილავთ. ეს ამ წელს გამოჩნდება იგივე მეორე-მესამე კვარტალში, ალბათ მეოთხეშიც. იმიტომ რომ შუადერეფნის ფუნქცია, როცა იზრდება ქვეყნის, ის მოითხოვს გარკვეულ სტრუქტურულ მხარდაჭერასაც და ერთ-ერთი არის ლოჯისტიკა და ლოჯისტიკური მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, უნდა აღნიშნო. სხვა შორის ანაკლიის პორტიც წმინდა ლოჯისტიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც მშენებლობაც უკვე დაწყებულია და მომავალ თვეებში და წლებში ჩვენ ნახავთ, რომ ის სერიოზულად აისახება პირდაპირ უცხოელი ინვესტიციების მატებაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, სადაც ხდება ინვესტიციების ჩადება, იმიტომ რომ ეს არის მაღალი დამატებული ღირებულების მომტანი ეკონომიკით. ანუ ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. ეს არის რეალობა, ამიტომ ახლა საუბარი იმაზე, რომ ინვესტიციები პირველ კვარტალში არის დაბალი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არაფერსაც არ ნიშნავს ბებს. თავარი არის როგორია სტრუქტურა ინვესტიციების, როგორია თვითონ პერსპექტივა და პერსპექტივა არის ეკონომიკის და ცნობილია, რომ როცა ეკონომიკა იზრდება, იქ შესაბამისად ინვესტიციებიც იზრდება. თუმცა მესამე ფაქტორიც უნდა გამოვყვა აქ დასთან დაკავშირებით. თუ ადრე ეკონომიკის ზრდა ძირითადად პირდაპირ უცხოელ ინვესტიციებზე მიდიოდა, ანუ ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი იყო არა ადგილობრივი წარმოება, მაგალითად, არა ლოჯისტიკა, არა ენერგეტიკა, არამედ პირდაპირ უცხოელი ინვესტიციები, რომელიც ახდენდა ბუნებრივია ზეგავლენას ეკონომიკაზე. წელს უკვე აი ბოლო წლებია, ბოლო 2-3 წელია, რეალურად პირდაპირ უცხოელი ინვესტიციების მოცულობა ჯამური მცირდება გასულ პერიოდებთან შედარებით. იმიტომაც რომ ხდება პირდაპირ უცხოელი ინვესტიციების, ანუ ჩანაცვლება ადგილობრივი ინვესტორებით. ეს ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაიარა, როდესაც ქართული კომპანიების, ქართველი მეწილეები ახდენენ უცხოური წილის გამოსყიდვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, სხვათა შორის, ანუ წელს ეკონომიკა ფუნქციონირებს არა პირდაპირ უცხოელი ინვესტიციების პირდაპირ კონტრიბუციით, არამედ უკვე ეკონომიკის სექტორალური კონტრიბუციით. ხაზი მინდა გავუსვა. ეს არის დამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტის შედეგად
აქ მომსახურების ექსპორტის დის შედეგად ისევე როგორც საქონლის ექსპორტის დის შედეგად ფუნქციონირებს ადგილობრივი გამოშვების ანუ დღგ-ს ბრუნვის დის შედეგად აი ეს არის მნიშვნელოვანი თუ როგორ მოხდა ეკონომიკის გადაწყობა იმიტომ რომ არ არის დასამალი უნდა ითქვას რომ სადაც ეკონომიკა არის ძირითადად დამოკიდებული პირდაპირ უცხოელ ინვესტიციებზე ეს მაინც არის განვითარებადი ეგრეთ წოდებული ნეოკოლონიალური ქვეყნები უკვე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები უკვე ეკონომიკურ სექტორალურ კონტრიბუციაზე მუშაობენ ეს არის რეალობა და ჩვენ უნდა ვნახოთ რომ ზრდა ბოლო 2 წელიწადში ზუსტად ამის ხარჯია წელიწადში მაღალის და სხვათა შორის მოსალოდნელი უნდა აღვნიშნო კიდევ ერთი ფაქტორი იგივე სავალუტო ფონდის ბოლო შეფასება მნიშვნელოვნად 6-დან 7.3%-მდე გაზრდილია ეს არ არის პატარა მაჩვენებელი სხვათა შორის პროგნოზი ეს ნიშნავს რომ მოლოდინი არის ძალიან დადებითი ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და უნდა ველოდოთ ასევე მაღალ ზრდას წელიწადს პირველი 4 კვარტალი 9%-დან ახლოს არის თუმცა ლაპარაკობთ პირდაპირ უცხოელ ინვესტიციებზე ხო იყო შედარებით დაბალი პირველ კვარტალში მაგრამ ზრდა პირველ კვარტალში 9%-ზე მაღალი ჰქონდა ეს აჩვენებს ზუსტად იმას რომ ჩვენი ეკონომიკა უკვე აღარ არის დამოკიდებული ძირითადად პირდაპირ უცხოელ ინვესტიციებს დამოკიდებულია უკვე ეკონომიკის სექტორულ განვითარებაზე აი ეს არის ანუ შიდა რესურსირების წყაროები აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთი საკითხი ეს არის სავალუტო კურსი ნუ ზაფხული მოდის და ბუნებრივია ბევრს აინტერესებს კურსი როგორ იქნება იმიტომ რომ ბევრი აპირებს დასაცვენებლად დაცვას და ამ შემდეგ უნდა ვთქვათ რომ ზაფხულში აი ტურისტული სეზონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკისთვის ანუ სეზონური ფაქტორი როგორ მოქმედებს უნდა ვთქვათ ეკონომიკაზე ყოველთვის პოზიტიურად იმიტომ რომ ეს პიკური სიტუაცია ანუ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საერთაშორისო ტურისტული სხვა პირველ რიგში ყოველთვის იზრდება აი ივნისიდან დაწყებული და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება ანუ ეს არის აღმავლობის ესეთ წოდებული პიკი რაც არის ყველაზე მეტი ტურისტის შემოსული და უფრო მეტი შემოსავლების ბუნებრივია წელიწადში სარეკორდო მაჩვენებელია მოსალოდნელი ტურისტების შემოდინების თვალსაზრისით ალბათ კიდევ ერთ რეკორდს მოხსნით საკმაოდ დიდი მოლოდინია შემოსავლებისაც ტურიზმიდან და ეს ბუნებრივია უცხოური ვალუტის შემოდინებაა უცხოური ვალუტის შემოდინება თავის მხრივ აისახება პოზიტიურად სავალუტო კურსზე ანუ ამცირებს დაწოლას ლარზე და ფაქტიურად მოლოდინი იმისა რომ იქნება უფრო მაღალი ნაკადები ტურისტული კარგია არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის არამედ თავის მხრივ აბარანცებს საგარეო ვალების მომსახურებასაც აი ეს არ ხოლმე საუბარი ამდენი მილიონი საგარეო ვალი განსაკუთრებელი ვიღაც იმცა რომ საგარეო ვალების თანაფარდობა მშპ-სთან ჩვენ გვაქვს ძალიან სტანდარტული ზღვარზე და სტანდარტული 65%-მდე ითვლება უნდა მოგახსენოთ ვიღაც ამისაც საგარეო ვალების გასწორება მაინც გვიწევს ყოველწლიურად აი ეს აბალანსებს გარკვეულწილად ამაჩვენებს საგადამხდელო ბალანს აბალანსებს და სავალუტო კურსი ეხლა თქვენ ხედავთ რომ სავალუტო კურსი არის სტაბილური არა თუ სტაბილური არამედ პირიქით კიდევ უფრო გამყარებისკენაა აი მოლოდინი იქნება ასევე სტაბილური ანუ რაიმე ყევებს ჩვენ არ უნდა ველოდოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველაზე დიდი პიკური სიტუაცია სავალუტო ყევების თვალსაზრისით ჩვენ უკვე გადავლილი გვაქვს ანუ ეს ციკლი გავიარეთ შარშან შემოდგომაზე უცად დაიწყო საპროტესტო გამოსვლები რაც ოპოზიციის ბოიკოტს და არჩევნების შედეგების არაღიარებას მოყვა სამწუხაროდ აი მაშინ იყო ყველაზე დიდი რყევა ანუ აკროპტად ნეგატიური მოლოდინები და დეცაც გამოჩნდა რომ ეროვნულ ბანკში სწრაფად არ მოქმედა და არ დაეხარჯა თუნდაც ის 600 მილიონი რაც მან ინტერვენციებზე გამოიყენა სავალუტო კურსი დღეს ესეთი წყნარი და პროგნოზირებადი ხაზი მინდა გავუსვა ამასაც არ იქნებოდა
ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეზერვს როცა ხარჯავ, თუ შემდეგ პოლიტიკური სიტუაცია და ეკონომიკური სიტუაცია არის პოზიტიური, შენ ყოველთვის გეძლევა შესაძლებლობა ეს რეზერვები უკან აღადგინო. ანუ როგორც გამოვიტანო ბაზარზე დოლარი და დახარჯო რეზერვი, ისე პირიქით შეისყიდო და გაზარდო საერთაშორისო რეზერვები და ეროვნული ბანკი ახორციელება ამას კიდევაც. ჩვენ ნახავთ, რომ საკმაოდ დიდი მოცულობით დაამთავრებს სავალუტო რეზერვების შევსებას. ნუ ჩემი პროგნოზით 500-600 მილიონის მინიმუმ იქნება, ანუ ფაქტურად დაიხარჯა მინიმუმ ის იქნება ამოღებული. განსხვავებით საგეური ეკონომიკური ექსპერტების ოპოზიციურად განწყობილი საექსპორტო საზოგადოებაც ამცად ქონდა რაღაცა კატასტროფული მოლოდინი, რომ მილიარდით შემცირდებოდა საერთაშორისო რეზერვები. ეს არაფერი ამ მსგავსი არ მოხდება. როცა არის პოზიტიური დადებითი კონიუნქტურა ბაზარზე, ეროვნული ბანკი ბუნებრივია ყოველთვის ახდენს ინტერვენციებს და ყიდულობს უცხოურ ვალუტას. ასეთია მოლოდინები ლარის კურსზეც, ეკონომიკაზეც და ინვესტიციებზე ჩვენ ნახავთ მომავალ კვარტალებში, თუ როგორ იქნება ინვესტიციები გაზრდილი.